დღევანდელი დღისათვის ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღე, დაბადების დღე, სხვაგვარად რო ვთქვათ. სულთმოფენობა ჩვენ სახარებიდან, ლოცვებიდან ამოვიკითხეთ, ესე იგი დღევანდელი დღის შესახებ, ისტორიული მოვლენების შესახებ და მისი სულიერი შინაარსის და მნიშვნელობის შესახებაც. შეიძლება ახლა ძველ ქართულად რომ არის ყველასთვის ერთნაირად გასაგები არ არის ეს შინაარსი, მაგრამ მაინც თუ ადამიანი დააკვირდება, გაიგებს იმას, რაც მას გამოადგება სულიერი ცხოვრებისათვის. თქვენ იცით, რომ როდესაც უფალი ზეცად მაღლდებოდა, სანამ ამაღლდებოდა, როდესაც წაიყვანა ელეონის იგივე ზეთისხილის მთაზე თავისი მოწაფეები, ბოლოდ დარიგება და როცა კურთხევა მისცა. და ერთ-ერთი ამ დარიგებათა შორის იყო ის, რომ განეშორებითო იერუსალიმს, რადგან არა მრავალი დღის შემდეგ თქვენ ზეციდან ძალით შეიმოსებით. ასევე უთხრა, რომ წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც მე გამცნეთ, რაც გითხარით. აი სხვადასხვა და ძალიან კარგად აღწერს დღევანდელ შინაარსს თავად ტროპარი, ლოცა დღევანდელი დღესასწაულისა. კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინე. მიფინერა მათზე და ყოლა წმიდა სული შენ და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე. წარმოიდგინეთ, აი როგორი სიტყვებია. ნახეთ, კურთხეულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო, რომელმაცო ყოლად ბრძნად სწავლულები კი არ გამოაჩინა, არამედ მეთევზენი გამოაჩინა. ვისაც შეიძლება ორი წიგნიც კი არ ქონდა, საერთოდ ორი წიგნი კი არა, შეიძლება წერა კითხვაც ზოგიერთმა შეიძლება არ იცოდა იმ პერიოდში. მე არ ვამბობ უშუალოდ მოციქულებზე ასეთი რამ არ თქმულა, მაგრამ ეხლა წერა კითხვა რომ დღეს ყველა მიცის. წინათ ხო ესე არ იყო, ჩვენ ხო ვიცით ეს, რომ ყველამ არ იცოდა წერა კითხვა. და ერთ-ერთი მნიშვნელობა დღევანდელი ხატებისა, მაშინდელისა დღევანდელი ხატებისა სწორედ ეს იყო, რომ წერა კითხვა ყველამ არ იცოდა და ეს ფაქტურად მათთვის ქადაგება იყო ხატი. ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ბავშვებს ხო აჩვენებთ ხოლმე სურათებს, ხატებს საკვირაო სკოლაში. ვინც წერა კითხვა არ იცის, ის ნახატი უხსნის იმას, რა ხდებოდა ქრისტეშობის დროს, რა ხდებოდა აღდგომის დროს, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. და უფალმა ყოლად ბრძნად სწორედ მეთევზეები გამოაჩინა, ნიფინა რა მათზე და სული წმიდა. აი რაც დღეს მოხდა. და ნახეთ, მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირა. გახსოვთ სახარებაში რომ მეუბნება, სახარებაში არის აღწერილი მაცხვარი რომ მეუბნება, ნუ გეშინიაო სვიმონო, პეტრე მოციქულს ეუბნება, შენო კაცთა მონადირეს გაგხდი, ადამიანთა მომნადირებელი გახდები. მონადირე მიდის იმისათვის, რომ მოინადიროს სათავისოდ რაღაც, მაგრამ მოწაფეებს უნდა მოენადირებინათ კარგი გაგებით, მოენადირებინათ სათა სასუფევლისათვის ადამიანები. ეს უნდა გაეკეთებინათ და სწორედ მეთევზეები გაგზავნა უფალმა და ამიტომ მეუბნება, ნუ განეშორებით იერუსალიმს, რადგან შეიმოსებით ზეციდან ძალით და ეუბნება, რომ წადით და უქადაგეთ ყოველსა დაბადებულს. ვინც ირწმუნებს, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება. და როდესაც გავიდა აქედან 10 დღე, ისინი შეკრებილი არიან იერუსალიმში ერთ-ერთ სახლში და იყო თან ამავე დროს იერუსალიმში იყო დღესასწაული. იუდეველთათვის იყო დიდი დღესასწაული. და უამრავი ხალხია შეკრებილი, აი სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული 10,000-ობით ადამიანია შეკრებილი.
და ამ დროს იყო აი როგორც ძალიან ძლიერი ქარი რო დაუბერავს, როგორც სახარება აღწევს, ძალიან ძლიერი ქარის დაბერის ხმა იყო, ქარი კი არ იყო, ქარზე კი არ ელაპარაკა. ასეთი ხმა იყო და სრული წმინდა ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულთა თავზე გადმოვიდა. და ისინი ამეტყველდნენ და მათ მეტყველებას და ღვთისდიდებას იქ შეკრებილი 10,000-ობით ადამიანი უსმენს და გაკვირვებულები არიან. როგორ ლაპარაკობენ ეს უმეცარი მეთევზეები და ჩვენ როგორ გვესმის მათიო, რომელიც ვართო და ჩამოთვლე წევან იყო, მე დავიწყე სამოციქულოდან ამოიკითხა. იმ ეროვნებათა დასახელება იყო ჩამოთვლე, ზოგი იყო ელამიტელი, ფრიგიელი, ეგვიპტელი, იერუსალიმელი თუ თრაკიელი თუ პონტოელი, აი უამრავი იყო ჩამოთვლილი და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს რანაირად გვესმის ჩვენ მათი მეტყველება. და სწორედ ეს იყო, რომ სულიწმინდამ არა მხოლოდ სხვა ნიჭები მიმადლა მათ, არამედ ესეც, რომ სხვა ენაზე უნდა ამეტყველებულიყვნენ ისინი, სადაც უფალი მათ გზავნიდა საქადაგებლად. და სწორედ ეს მოვლენა არის სულთმოფენობა, როდესაც სულიწმინდა გადმოვიდა მოციქულებზე და საოცარი რა არის, ნახეთ, არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რომ პეტრე მოციქული გადმოდგება და ქადაგებს. აი 1000-ობით ადამიანის წინაშე ქადაგებს და საოცარია მისი ქადაგება, ესე იგი, აი პირველ რიგში ამხელს მათ ქრისტეს ჯვარცმაში. წარმოიდგინეთ, პეტრე მოციქული მაშინ, როდესაც ქრისტე ჯვარზე უნდა გააკრან, სამჯერ ეკითხება მხევალი, ანუ ქალბატონი მიდის და ეკითხება, შენც მისი მოწაფე ხარო? არა ვარო მისი მოწაფე, მერე იფიცება, არა ვარ, არც კი ვიცნობ ამას. ეს მაშინ სანამ სულიწმინდა გადმოვა მათზე. მაგრამ როდესაც სულიწმინდით აღივსებიან მოციქულები, არამც თუ მხევლის წინაშე ვერ აღიარებს, არამედ 10,000-ობით ადამიანის წინაშე არა მხოლოდ აღიარებს, რომ ქრისტეს მოწაფეა, არამედ მათ ამხელს ქრისტეს ჯვარცმაში. მაგრამ არა მხოლოდ ამხელს, არამედ როგორც წმინდა წერილი ამბობს, ამხილე შერისხე და ნუგეშინის ეცვა. აი სწორედ ამას აკეთებს პეტრე მოციქული. ამხილებს, რისხავს მათ ქრისტეს ჯვარცმის გამო, მაგრამ ნუგეშიაც სცემს, რადგან ეუბნება, რომ თუ შეინანებთო, მაშინ გადარჩებითო. ანუ თან სინანულისკენ მოუწოდებს. ამხილებს იმის გამო კი არა, რომ მხოლოდ ზოგჯერ ახლა ჩვენ ადამიანებს ჩვევია, რომ ვიღაცას ვუსაყვედუროთ. უბრალოდ ვუსაყვედუროთ და მორჩა მეტი არაფერი. ეს მის გამოსწორებას კი არ ემსახურებოდეს იქნება, არამედ უფრო ჩვენი გულის წყრომის დაცხრომას. მაგრამ პეტრე მოციქული არა მხოლოდ ამხელს, არამედ გზასაც უჩვენებს, როგორ გამოვიდნენ ამ ცოდვიდან და როგორ გადარჩენ. აი ამ გზას უჩვენებს და საოცარია, აი პეტრე მოციქულის ქადაგება ორჯერ იყო ესეთი მასშტაბური მოქცევა მისი სიტყვების შემდგომ, ერთხელ 3,000 და ერთხელ 5,000 ადამიანი მოექცა. წარმოიდგინეთ, აი გამძვინვარებული ადამიანები, რომელმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, უსმენენ პეტრე მოციქულს და 1000-ობით ადამიანი რწმენაში მოდის. და აი ესეთი ძალა აქვს სულიწმინდის მადლს, ესე იგი. აი ეს შეუძლია, რომ მას ადამიანის გულამდე ჩავიდეს. ადამიანის გულამდე კიდე უფრო იმიტომ მიდის პეტრე მოციქულის სიტყვა, რომ მათი სიტყვა და საქმე ერთი და იგივეა. ჩვენ ზოგჯერ ვლაპარაკობთ რაღაცას, მაგრამ იმის გამკეთებელი ჩვენ არა ვართ. მაგრამ სხვებს ვეუბნებით, რომ ასე უნდა გააკეთოს, ასე გააკეთოს. და ჩანს, რომ ჩვენი სიტყვა ადამიანების გულებამდე არ მიდის. და ეს არის ეკლესიის პირველი კრებული, ვიზედაც სულიწმინდა გადმოვიდა. სხვაგან ეუბნება მაცხოვარი მოწაფეებს, რომ მიიღეთო სულიწმინდაო, შეჰბერა მათ და თქვა, მიიღეთ სულიწმინდაო, ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზე, მიტევებული იქნება ზეცაშიც.
ვისაც თქვენ არ მიუტევთ მიწაზე, არც ზეცაში არ იქნება მიტევებული. ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამ წუთისოფელში უნდა დაეშუროს, სანამ აქ არის, რომ ახსარების გარეშე არ იყოს, ზიარების გარეშე არ იყოს, ანუ მიტევების გარეშე არ იყოს. ახსარებას და ზიარებას ცოდვათა მიმტევებელია. ახსარება თავისთავად ცხადია, ყველა მიცის, რომ ამისთვის არის. ზიარებაც ამისთვის არის და არა მარტო ამისთვის, არამედ რომ განიღრთოს ადამიანი. მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს საიდუმლო სერობაზე. ანუ დიდ ხუთშაბათს, როდესაც პირველად აზიარა თავისი მოწაფეები, დიდი ხუთშაბათია ზიარების დაწესების დღე, საიდუმლო სერობა. მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, ანუ თქვენთვის ჯვარცმული, მისატევებელად ცოდვათ. აი ამიტომ უნდა მიიღოს, ამიტომაც უნდა ეზიარებოდეს და არ უნდა გადადოს, ესე იგი, აი ყველაფერი შეიძლება ადამიანმა გადადო, მაგრამ სულის გადარჩენის საქმე არ უნდა გადადო. იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულ დრომდე ვართ აქ. ჩვენ კი გონია რომ სულ ასე იქნება. ახლა შეიძლება ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ერთი პატარა ძაღლი შემოეჩვია აქ. ერთი საწყალა ძაღლია, მოკლედ რო ვერ გაუშვებ ისეთი და მას დავარქვით სულაქარი. იმიტომ რომ სულაქ არის და მაგრამ ის კი არის სულაქ, მაგრამ ადამიანები ჩვენ სულაქი არ ვიქნებით. აქ ჩვენ დროებით ვართ. ეგ სულაქ არის, მაგრამ ჩვენ არა ვართ სულაქ და როდემდე ვართ აქ, ეგ არავინ არ იცის. ამიტომ დასაკარგი დრო, ტყუილად გასაფლანგი დრო ადამიანს არ აქვს. არამედ როგორც იტყვიან ხოლმე, ცაიტნოტში ვართ. აი, საჭადრაკო ტერმინი, როდესაც დრო იწურება, მეტი გზა არ აქვს. ამიტომ იქ არ უნდა დაკარგო დრო. არამედ, აი მაგალითად, ესე იგი, დავუშვათ მოჭიდავე ან მოკრივე დგას საასპარეზოდ და არ იცის, როდის დამთავრდება ეს შეხვედრა. არ იცის წუთები, წამები და რომ აგებდეს. მას ახლა ტყუილად ჯდომის დრო ხო არ ექნება. ის უნდა გაინძრეს და რაღაც უნდა გააკეთოს. თორემ დამარცხდება. ჩვენც ესე ვართ. ტყუილად ჯდომის და ტყუილად გასაყვანი და როგორც იტყვიან მოსაკლავი დრო ადამიანებს არ აქვს. ჩვენ ახლა როდესაც პატარები ვიყავით, ვფიქრობდით, რომ რაღაცით თავი უნდა შეგვექცია და რაღაცით დრო უნდა მოგვეკლა. ისევ როგორც ალბათ დღევანდელი ახალგაზრდებიც ფიქრობენ ამას, მაგრამ ადამიანი ცოტა რომ იზრდება, უნდა ფიქრობდეს იმას, რომ დასაკარგი და მოსაკლავი დრო არ აქვს. იმიტომ რომ ყველა წუთს, ყველა საათს, ყველა დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს და ტყუილად ადამიანებს ღმერთი დროს არ აძლევს. რაღაცა დანიშნულება აქვს თითოეულ დროს, ესე იგი. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს დრო გამოვიყენოთ და თან უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ იმ ეკლესიის ნაწილი, რომელიც სწორედ დღევანდელ დღეს დაარსდა პირველ საუკუნეში. იმ ეკლესიის ნაწილი ვართ, ჩვენ სხვა კი არ ვართ და ის სხვა კი არ არის. აი ეს არის ჩვენი ფესვები. მათი განვლილი გზა, ის ისტორია, ეკლესიის ისტორია, ეს ჩვენი ისტორიაა თითოეულის. იმიტომ რომ ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში, წამში ვკითხულობთ, რომ წამს ერთი წმინდა კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია. ეს ერთი ეკლესია. ის მოციქულები სხვა კი არ არიან და ჩვენ სხვა კი არა ვართ. გინდაც მეორე თუ მესამე თუ მეათე საუკუნეში მოღვაწე ეკლესია სხვა კი არ არის და ჩვენ სხვა კი არ ვართ. ეს ერთი მთლიანობაა. ეს ერთი მთლიანობა. ამიტომაც ჩვენ აი ამ სიხარულთან ერთად უნდა დავინახოთ პასუხისმგებლობაც, რომ მათ მოიტანეს ეს ღირსეული სწავლება ჩვენამდე, მაცხოვნებელი, რაც ყველაზე მთავარია და ჩვენი ცხოვრების წესით და ჩვენი სოფხედველობით ეს უნდა გავაგრძელოთ და არა მარტო საპასუხისმგებლოა დღევანდელი დღე, არამედ იმედის მომცემიც არის. რატოა იმედის მომცემი? ნახეთ, ჩვენ თუ ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, რა აღარ გადაუვლია, რა აღარ მომხდარა, რა წნეხის ქვეშ არ ყოფილა ეკლესია.
მაგრამ ყველაფერს გაუძლო. ყველაფერს გაუძლო და დღესაც მყარად დგას. და მყარად იდგება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. პეტრე მოციქულს რომ მეუბნება, ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. აი ეს არის ძალიან მანუგეშებელი და იმედის მომცემი სიტყვები თითოეული ადამიანისათვის, ვინც რწმენით ცხოვრობს და ვისაც უნდა რომ ეკლესიის შვილი იყოს. სხვაგან ამბობს უფალი რომ მამა ჩემის ხელიდან, რომელიც ყველაზე მეტია, ყველაზე ძლიერია, ვერავინ გაიტაცებს ადამიანს. და ჩვენ თუ მართლაც ღვთის ხელში ვიქნებით, მართლაც ვერავინ ვერ გაგვიტაცებს, თუ არა ჩვენივე არჩევანი ბოროტებისაკენ მიდრეკილი. ჩვენივე არჩევანი. ზოგჯერ ჩვენ უარყოფით კონტექსტში ვამბობთ ხოლმე ასეთ სიტყვებს და ეს ძალიან დადებითი სიტყვებია საერთოდ ჩვენ თუ დაუკვირდებით. ღმერთის ანაბარა დავრჩით. ნეტავ მართლა ღმერთის ანაბარა დავრჩეთ და სხვა არაფრის იმედი არ გქონდეს. ღმერთის იმედი გქონდეს. ჩვენზე წყალობა იმდენად იკლებს, რამდენადაც ჩვენ არ ვართ ხოლმე ღმერთის ანაბარა და სხვა რაღაცების იმედი გვაქვს. რაც უფრო იკლებს სხვა რაღაცის იმედი, იქნება ეს სიმდიდრე თუ მეგობრები თუ რაღაც გავლენა თუ სხვა შენი ძლიერება თუ რაც უფრო ეს იკლებს, უფრო იმატებს იმედი ღვთისა და რაც უფრო იმატებს იმედი ღვთისა, მით უფრო მეტი გარდამოდის ჩვენზე წყალობა ღვთისა. ესეც უფლის სიტყვებია. იყავ უფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესამთ. იყოს უფალო შენი წყალობა იმგვარად ჩვენზე, როგორც ჩვენ გვაქვს შენი იმედი და მოციქულ პავლეს ეუბნება უფალი, როდესაც ის ღმერთს ევედრება რომ განკურნოს. მოციქული პავლე ხო ამხელად როგორი დიდი იყო და დაავადებული იყო, ეპილეფსიით იყო დაავადებული. და სამჯერ ევედრე უფალსო, რომ განვეკურნეო და უფალმა არ განკურნაო. კმარს მადლიო, რაც მოგეციო. საკმარისია შენთვის ის მადლი, რაც მოგეციო და რადგანო ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრული ქმნებისა. ამიტომაც ამბობს შემდგომ, რა ჟამს მოუძლურდე, მაშინ გამძლიერდები. ანუ როდესაც შენ სუსტი ხარ, მაშინ ძლიერად ჩანს შენში ძალა ღვთისა. იგივე არ მოხდა? მოციქულები რის შემძლებელი იქნებოდნენ, წიგნი არ ქონდათ წაკითხული, მაგრამ სწორედ მათ განანათლეს ეს სამყარო. აი ეს არის აუცილებელი. და რაც უფრო ღმერთს დაუთმობ, რაც უფრო ღვთის მადლს დაუთმობ, მით უფრო მეტი რამე გამოვა შენგან. რაც უფრო ღვთის მადლის ნაკლებობა იქნება ჩვენში და ჩვენ რაღაცა ადამიანური წამოვა წინ, მით ნაკლები რამე გაკეთდება. ამიტომ მივენდოთ ღვთის მადლს და ჩვენამდე მოტანილი სწავლება ღვთის სადიდებლად და ჩვენს გარშემო ადამიანების სასარგებლოდ იქნას შენარჩუნებული და გამტკიცებული. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ. ჩვენთან არის ღმერთი.